ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი, დასაწყობება, მშენებლობა. ეს არის დარგები, რომლებმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განსაზღვრა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული დაპროგრამების მოცულობის დასთან, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კონსულტირების და შესაბამისი მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის, ასევე საგადასახადო საკითხებში კონსულტაციების მოცულობის დასთან, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან. რას ფიქრობენ მოქალაქეები, გრძნობენ თუ არა ისინი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სიკეთეს? ამ კითხვით სპექტრმა ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით ადგილობრივები გამოკითხა. წამლებს შევიდო მეტად მამასის ხარ. არ 450 ლარი და ისიც წამათა 900 ლარი იგოთა ორი თორმა, მაგრამ არ გქონს. გადაღებას ბევრი უნდა, ამ თავს ბევრი უნდა რა გქო. უნდა გივიჭიროს ნავადა საჭმელი იზო. ჭამეო, წამალი დალი ჭამი შემდეგო. მე წამასვიდულო საჭმელი რაც ივიღიდო. და ჩემ ბიჭ თავის ოჯახი აქვს, ბევრი ჭიდე, ბევრი ბავშვები ყავს, ბევრი არა შვილო და რა მოახერხოს. არაფერი. ძალიან სოდროში. ძალიან დაგვის ბუკეში მე რატო უნდა მოვიღო პური. ვისიგულობი არ მიშრომია და არ მიწვალებია 4 წელიწადი ვისავლე. ვისთვის ვისავლე? რომ მოხუცდებოდი, მინდა თავრობა უნდა მომხმარებოდა. ეხლა აღარ შემიძლია და არ უნდა არ მოიხედო ამ ხალხისკენ. მარტო მე რო დაგიჩემებია. ყველაფერი უნდა ვაცალოთ. ასე გვიან, არაფერი არ შედებულა. არც ადრე. საშუალო ზომებს ყველაფერი უნდა დავუკვირდებაროთ და ნორმალურ ფარგლებში ყველაფერი თავის საქმე უნდა ვაკეთოთ. მაშინ არის ეკონომიკაც და მაშინ არის ყველაფერს. კორუფცია აღარ იქნება იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთს ხელს არ შეუშლია. გულისხმობთ უკვე ვიზედაც არის საუბარი. ამიტომ ყველაფერი დალაგდება შეძლები და გვარად. ლამაზდება ქალაქი, ლამაზდება ზესაფონი, ლამაზდება ყველაფერი და ვაცალოთ. ამას ერთად ეკონომიკაც მოძლიერდება. რა შემიძლია რო გითხრათ, მე საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი ვარ და სტატისტიკის მაინც არ მჯერავს. ყველაზე კარგად მაგას აჩვენებს მაცივარი რო გამოაღებ კარებს შიგნით რადევს და ჩვენ მაცივარში არც არ მოუმატია მათ შორის არც ჩემი ოჯახისაში, ასე რომ ეს ციფრების თამაში უფროა ვიდრე რეალური ეკონომიკური ზრდა. მაგალითად წინა თვეში ბიზნა ივანიშვილი მაგ რაღაც ქონებები გადმოიტანა, რომელიც ამათმა ინვესტიციებად გააფორმეს და ბუნებრივია ამან გაზარდა ეკონომიკა, მაგრამ რეალურად მე ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიზნე. თქმა უნდა ეთყობა, თუ მოსახლე დაინტერესებულია ოჯახი თავის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, იქ ყველაფერი კარგად იქნება. მე თბილისში გაზრდილი ვარ, მაგრამ ყველაფერი მყავს ოჯახში. მე დღეს არ მიჭირს. ყველაფერი აბსოლუტურად. ხორცს არ მივირთმევ, არანაირს ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ ყველაფერი მყავს და ძლიერი ვარ. სტუმარი რომ მომივიდეს, გარეთ არ გავალ არაფერს. ამ დროს ვიოლინოს უკრავ და ვასიამოვნებ ყველას. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის პირველ 2 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.4% შეადგინა. იანვარში ეს მონაცემი 11.1%-ია, თებერვალში 7.7%. მარტის თვის მონაცემის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9% შეადგინა. პირველი კვარტლის მონაცემის მიხედვით კი ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამერიკის მხარეს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი წარმოადგენდა. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კი პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო. დოკუმენტის მიხედვით კიევი და ვაშინგტონი უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს შექმნიან, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება და სწორედ ის განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. დოკუმენტი, როგორც სვირიდენკო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, ქვეყნების თანაბარ პარტნიორობას ითვალისწინებს და გადამწყვეტი ხმის უფლება არც ერთ მხარეს არ ექნება. შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს. ფონდის შემოსავალი და შენატანები არც ერთ ქვეყანაში არ იბეგრება. შეთანხმების რატიფიცირება უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ისტორიკოს შალვა თაბაძეს ვთხოვეთ. დღეს უკვე ფაქტის სახეზეა, ხელშეკრულება შედგა და შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ მის შედეგებზე. ეხლა წავიკითხე მუხლები და სასახად ეკონომიკური კუთხით სასახად შემეძლია ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება წაადგება უკრაინას ხელშეუწყობს მის ეკონომიკურ გაძლიერებას ეს ერთი და მეორე გარკვეულწილად დადებითად შეიძლება შეფასდეს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ახლა ამერიკელები სუბსიდირებას ისე არ გააკეთებენ, თუ რაღაც გარანტიები არ ექნათ და უკრაინის დაცვის კუთხითაც ამ მხრივ დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ბევრი კითხვის ნიშნები ჩანს რა უპირველესად წაადგება კი ეს უკრაინის სუვერენიტეტის საკითხს და განსაკუთრებით ხომ არ აღმოჩნდება კითხვის ნიშნის ქვეშ შენარჩუნდეს და რაც თავარია მოცანა უკრაინისათვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აქ ალბათ ხვალინდელი უფრო გამოაჩენს აღნიშნულ საკითხს სიცხადე შეიტანს ყოველ შემთხვევაში მე კი სადღაც შიშობ რომ უკრაინა იძულებული გახდება თავისი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დათმოს რუსეთის სასარგებლოდ რადგან აშკარა რომ ტრაპმა მიუთითა და არ დაუმალავ თავისი პოზიცია რომ ის არ შეეწინააღმდეგება რუსეთის იმ მისწრაფებას, რასაც ქვია, რომ რუსეთი აღიარებული იქნეს ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორია და არა მარტო ყირიმის ნახევარკუნძული. ასე რომ სასახად დადებითად შევაფასოთ ეს ხელშეკრულება ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი აქვს დადებითი მომენტებიც. ეხლა აქ ალბათ ფინანსისტები, ეკონომისტები, სპეციალისტები და უფრო კომპეტენტურ პასუხს გაუცემენ ამაზე, იმიტომ რომ სიღრმეებში რა ხდება, არავინ არ იცის, მაგრამ აი პოლიტიკური კუთხით ვიჩერები ვარ მე, იმიტომ რომ უმთავრესი რა არის დღეს უკრაინისათვის დაცული იქნეს მისი ტერიტორიული მთლიანობა. როდესაც საქართველოზე ლაპარაკობენ რომ ვინ დაგვიდგება გვერდში მე სასახად ვამბობ რომ ყველა ფინანსურ საკითხს უკან წავიღებ ქართულ ხალხმა ის გაჭირვებაც ეკონომიკური გაჭირვებაც უნდა აიტანოს და ვერ გავცვლი ამას მე სხვა საკითხზე უპირველესად თუ ვინმე კეთილდღეობას შემპირდება მაგრამ საპირისპიროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დათმობა მომიწევს ასე რომ ჩემი შეხედულება ასეთია რომ თუ უკრაინამ არ მიიღო ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტია მე ვფიქრობ რომ ეს ხელშეკრულება დადებითად მაშინ ამ შემთხვევაში არ უნდა იქნეს შეფასებული. მარგვეთმა განმეორებით მატჩი გორის ივერიონი დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ახლა მათ შორის 2-2-ია და ამ დაპირისპირებაში ყველაფერს მეხუთე მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 3 მაისს გორში გაიმართება. მთელი მატჩის განმავლობაში ზესტაფონრები წინ იყვნენ, მეტიც მათ მეტოქის მთელი 23 ქულით ჩამოტოვებაც მოახერხეს, რაც ნებისმიერ მატჩი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, უტყუარი გამარჯვების ტოლფასია. მეორე ნახევრიდან ივერიონი გააქტიურდა, სტუმართა გუნდმა ჯერ ჩამორჩენა შეამცირა. ბოლო პერიოდში კი ლიდერობასაც მიაღწია. გორელებმა გამარჯვება სანახევროდ იზეიმეს, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მოხდა ის, რომ დარჩენილ 3 წამში ზესტაფონრებმა გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის გმირი სანდრო სანაძე გახდა, რომელმაც გამარჯვების მომტანი ქულები თავის გუნდს დაუყოვნებლივი სწრაფი ქმედების შედეგად მოუპოვა. 97-95, ასეთია მატჩის საბოლოო სტატისტიკა. სანდრო სანაძის ანგარიშზე 15 ქულაა, ისევე როგორც აკოლ მავეინის. ბომბარდირი ვახტანგ გაფრინდაშვილია 25 ქულით.
ივერიონში საუკეთესო რეჯი მესიდორი იყო, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა დაგროვდა. აღსანიშნავია, რომ ივერიონი მარგვეთის წყვილში გამარჯვებული ქუთაისს შეხვდება, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და სუპერლიგის რეგულარულის გამარჯვებულია. ამასთან ის პირველი ნახევარფინალისტი გუნდია, რომელმაც ურთიერთობა ბათუმელ კალათბურთელთა გუნდთან უკვე გააღწია. ჩაგდო სანაძე. არსებითი მნიშვნელობა მას აღარ აქვს, ეს ორქულიანი იყო თუ სამქულიანი.